დიდი დიღომი დიდუბის დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზს და დეპოს თურქული კომპანია აშენებს. საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული თურქული კონსორციუმია, რომელიც 3 კომპანიას აერთიანებს. აქედან წამყვანი ემრე რეია, რომელსაც მეტროსა და ტრამვაის ხაზების მშენებლობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. თბილისის ახალი ტრამვაის პროექტი 7,5 კილომეტრიანი ორლიან-დაგიანი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს. ის მესამე და მეოთხე მიკრორაიონების გადაკვეთასთან დაიწყება და მეტროსადგურ დიდუბესთან დასრულდება. ტენდერის მონაწილეებს შორის ყველაზე დაბალი ფასი სწორედ თურქულმა კომპანიამ წარადგინა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 3 ეტაპიანი პროცესი, რომელიც 36 თვეში უნდა დასრულდეს. კონკრეტულად რა ევალება თურქულ კონსორციუმს და როდის დაუბრუნდება თბილის ტრამვაი. მაკა არჩევნიშვილი გიამბობთ. თბილისში ტრამვაის ხაზს თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო ივაია აშენებს. სწორედ მან უნდა უზრუნველყოს 4 წელიწადში პროექტის დასრულება, რის შემდეგაც დიდი დიღმიდან მეტროსადგურ დიდუბემდე მოხვედრა ტრამვაით იქნება შესაძლებელი. ჯერ საბოლოო პროექტი დამტკიცებული არაა, თუმცა პირველადი ვერსიით მიწისზედა ტრანსპორტს პირველი გაჩერება დიდი ღომში მესამე და მეოთხე მიკრორაიონებთან ექნება. აღნიშნული ტერიტორიიდან ის აღმაშენებლის ხეივანს დაუკავშირდება. ხეივნი და რობაქიძის გამზირის გავლით კი შალიკაშვილის ხიდზე გადავადა ბოლო გაჩერება მეტროსადგური დიდუბე იქნება. ყავს გამარჯვებული კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა და ADB-ის წესების შესყიდვის შესაბამისად განისაზღვრა ასევე ეგრეთ წოდებული გასაჩივრების 14 დღიანი პერიოდი, რომლის გასვლის შედეგად გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გავაფორმებთ ხელშეკრულებას. პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება 11 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის მომსახურება ექსპლუატაციაზე. ხაზის მშენებლობის პარალელურად გამოცხადდება ცალკე ტენდერი, მიმდინარეობს ამაზე მუშაობა და ცალკე ტენდერი გამოცხადდება ტრამვაის 10 ერთეულის შემადგენლობის შესყიდვაზე. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მე ძალიან მიხარია პირადად, რომ ქალაქს დაუბრუნდება ასეთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორიც არის ტრამვაი. ტრამვაის ხაზის მშენებლობის პროექტი 3 ეტაპისგან შედგება. გამარჯვებულმა კომპანიამ ჯერ კონცეპტუალური პროექტის მომზადება უნდა უზრუნველყოს. ამის შემდეგი ეტაპი კი დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების დაწყება იქნება. სამივე ეტაპის ვადა 36 თვეს მოიცავს. კომპანიას, რომელმაც დედაქალაქში ტრამვაის ხაზის მშენებლობა უნდა უზრუნველყოს, ანალოგიური პროექტის განხორციელების გამოცდილება აქვს. ტენდერის ტექნიკური პირობები ითვალისწინებდა შესაბამისი გამოცდილების ქონას 4 პრეტენდენტი იყო საკმაოდ მსხვილი კომპანიების, მათ შორის ერთობლივი საწარმოები ან ცალკეული კომპანიები, რომლებსაც აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნებში. აღნიშნული მიმართულებით იქნება ეს ტრამვაის პროექტის მომზადება, დეპოს მშენებლობა თუ უშუალოდ ტრამვაის ხაზის მოწყობა. საკმაოდ გამოცდილი კომპანიების საწარმოა, გამარჯვებული კომპანია. 8 კილომეტრამდე სიგრძის ტრამვაის ხაზი 11 გაჩერებას გააერთიანებს და მოსახლეობის ტრანსპორტირებას დიდი დიღმიდან დიდუბემდე უზრუნველყოფს. ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ტრანსპორტის დედაქალაქში დაბრუნების გადაწყვეტილება მერიამ დიღმის მოსახლეობის მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. შემოგვეყვანა ჩვენ ტრამვაი, სწორედ დაფუძნებული იყო პირველ რიგში დიდი დიღმის და მიმდებარე განაშენიანების საჭიროებებიდან, გზავრცნაკადიდან და იმ კომფორტიდან, რომელშიც შედის რა თქმა უნდა აგრეთვე სისწრაფე პირველ რიგში გადაადგილების და გზავრცტევადობა. აი ამ კომპონენტებიდან გამომდინარე ჩაითვალა, რომ უკვე შესაძლებელი არის ამ მარშრუტზე, ამ მოცულობის მგზავრს მოემსახუროს ამ სახის ტრანსპორტი. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას 4 კომპანია იღებდა, აქედან 3 თურქეთში, ხოლო 1 ჩინეთშია რეგისტრირებული. რამდენიმე თვიანი შერჩევის შემდეგ კომპანია გამოვლენილია და წინასწარი გათვლებით დედაქალაქს ახალი ეკოლოგიურად სუფთა მიწისზედა ტრანსპორტი 2030 წელს ექნება.